ჩვენო ერთგულო მაყურებელო, დღეს ხუთშაბათია, საღამო 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ უყურებთ პატა და ნიკას შოუს. შოუს, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს და KB-ის დროსტარების და ფეხბურთის ყურების ხასიათს ეგვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. და დღეს ხომ არ არის ფეხბურთი? ფინალი 19-ში არ არის კაც? ეგ შენ გონია რომ არ არის, თორემ ერთ საათში საკვალიფიკაციოზე სან მარინოს ვირტუსი ეთამაშება გორის დილას. ამოვუსიტკეთ თორემ რა გაძლევდა დღეს უფეხბურთოთ. აქვე მინდა გითხრათ რომ შაბათს სერიალი მიხოდა მაროს ახალი სერია ჩვეულებრივად გავა საღამოს 10 საათის პარკლებში, ხოლო კვირას ფინალის გამო ახალი სერია არ იქნება. არა უშავს გულს ნუ დაიწყო. მაგრამ ნუ ინერვიულებთ მეგობრებო, იქეთ შაბათ კვირას გავა 2 სერია. მაგრამ უფრო დიდი ქრონომეტრაჟი. და ეს იქნება ამ სეზონის დასასრული. დღეს რაღაცა უცნაური რაღაცებს ვიძახი. აგვისტოში გაიმეორებს რუსთავი 2 მიხოდა მაროს ამ სეზონის სერიებს, ხოლო სექტემბრიდან ახალი სეზონით და ძალიან მაგარი სერიებით კვლავ დაგიბრუნდებით. მოკლედ, დაელოდეთ ამ შაბათს და შემდეგ შაბათ-კვირას მიხოდა მაროს ახალ სერიებს. ისე ამ ფეხბურთმა მართლა ძალიან იცის მიჩვევა და ფინალიც რომ ჩაივლის, მერე რა უნდა ვაკეთოთ, ხო არ იცით ვინმე. მაგალითად სათევზაოდ ვიაროთ, მაგრამ ვერ დავიჭერთ ვერაფერს. თევზი რომ მიუახლოვდება ანკეს, ფეხბურთზე მიჩვეულები ყვირილს დავიწყებთ. მოდის ჩასაყლაპად! მოდის ჩასაყლაპად და გაიწევა ხა ეს თემის. მოდი მაგაზე მერე ვინერვიულობთ ჩემპიონატი რომ დამთავრდება. მანამდე კი რაც მოხდა, ის განვიხილოთ. ფინალში ესპანეთი და არგენტინა შეხვდებიან ერთმანეთს. აქვე ვლოცავ იტალიის ყველა გულშემატკივარს ნელ-ნელა სრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი და მათი ნერვების შლაც დასასრულს უახლოვდება. სხვათა შორის FIFA-ს პრეზიდენტმა იდეა წამოაყენა ჩემი ინფანტინო იმედა რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 64 გუნდი იყოს. იტალიის გულშემატკივრები მაინც ნუ გაიხარებთ ნაადრევად. არც 64 გუნდი არაა, ბევრი მაინც. მოკლედ იტალია ისევ ცუდ ხასიათზეა მსოფლიოზე ვერ მოხვედრის გამო და ისევ ტურისტებზე იყრის ჯავს. აბა შეხედეთ, იტალიაში ჩუსტებით და შლოპანცებით ტურისტულ ადგილებში სიარულისთვის 2500 ევრო ჯარიმა იქნება. მოკლედ ემუქრება ტურისტებს. ანუ რო დაიბღოტებით მაგდეებზე და მთებზე ჩუსტებით და მერე ჩვენი ამოსათრევები ხდებითო. არ გვაქვს მაგის თან რა ცუდი ფეხსაცმელია ეს შლოპანცი. პოლიცია რომ გამოგეკიდებს დასაჯარიმებლად ვერ გაიქცევით. ყაბატკზე მოგაგდებეთ, არა გვერდზე რომ მოექცევა ხოლმე და ესე რომ კარგი. ესე იგი შლოპანცი ცეირნობა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ფერარით გიჟივით სიარული იტალიაში. დამნაშავეს რომ მისდევენ და დაყარეთ ფლოსტები და ჩაგვარდით. ეგ კომპარებია. ჩვენ ფლოსტები გვეკონა მივწადით უკაცრავად მივწადით. ერთი ტურისტი დააჯარიმეს თურმე და ეს კაცი ამბობდა ეს დედა ნატირები 2500 ევრო რო არ მქონდა, მაგიტო მაცვია სამეროიანი ჩუსტებით არა. ხო ვიყიდი კარგი იტალიურ ლოფერებს. ნეტა თეთრ წინდებზე და სპორტულ შარვალზე რომ წვეტიანი ფეხსაცმელი გაცვია. მაგაზე რამდენია ჯარიმა? ოღონდ აქ ჩვენთან ქობულეთში. ან იმაზე ზონარი რომ წინდაში გაქვს ჩატანებული. აკვარიც ბიჭებო ვიძმემ. არ ვიცითო. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ემბოლო სიმულაციის გამო წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს. ჩემს აკრედიტო ოფიცერს გავს ეგ ემბოლო. ისე ოსტატურად დამაჯერა რომ სპეციალურად ჩემთვის არსებულ პროცენტში მომცას ესხი, რომ დღემდე მჯერა და თან მიხარია. კი, მაგარი სიმულიანტია.
ემბოლო მოედნიდან კი გააგდეს, მაგრამ იმდენად კარგად შეასრულა წაქცევა, რომ შორს წასვლა არ მოუწია და იქვე ჰოლივუდში დაასაქმეს. ამდენი ფეხბურთის ყურებით ყველა საფეხბურთო ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ. იმ დღეს პატრულმა გამაჩერა ღერძულა გადაკვეთეო, მეუთხარი არ გადამეკვეთავს თქო და მოიცა, ახლავე ვარზე გადავამოწმებო მეუბნებო. მერე მოგცა ყვითელი ბარათი. ყვითელი კი არა, წითელი მოეცა ნეტა და ის 200 ლარი არ გამოეწერა. მოკლედ ფინალისტის თევზი და ლუდის ფული მქონდა გადადებული და წაიღო. სხვათა შორის კვლევა ჩატარდა და საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში თევზის პროდუქტებზე, ანუ ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა 15-20%-ით გაიზარდა. თვითონ თევზები ამბობენ, თურმე ლუდთან მიწის თხილი და ჩიფსების გადასარევია, რას გადაგოკიდეთ უკაცო. შეპოლილი სტუმრიას ფასი ტურნირის პარალელურად ისე იზრდება ფინალისტვის კილიან მბაპეს სატრანსფერო ღირებულებას შეიძლება გადააყენოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აკვარიუმის თევზი ნერვიულობდა იმ დღეს. ბაზარზე თევზის დეფიციტი არ შეიქმნას და ამან მე არ მიმაყოლოს ლუცო და 3 დღეა ქვის ქვეშ იბადება. არა უშავს შემობა და ჩვენი გერმანია და ბრაზილია კი ვერ მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე, მაგრამ სამაგიეროდ იმდენი თევზი გვაქვს ნაჭამი, რომ ორგანიზმი მინიმუმ 4 წლით გავამდიდრეთ ფოსფორით. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონატის პერიოდში ყველაზე ბედნიერი ქართველი კატები არიან. აბა. სამსია ნაგვის ბუნკერები თევზის დარჩენა. ხო, კატებისთვის მაინცა უფასო თევზი. რა ერაღლება? არც ეგ გაგიკვირდეს ნაგავი ფასიანიც არსებობს. აი, მაგალითად იყიდება ნაგავი, რომელიც Taylor Swift-ის ქორწილზე შეაგროვეს და ფასი 25-დან $100-მდე. რას ლაპარაკობ? ისე შევშიე ოჯახა შენებულო Taylor Swift-ის ქორწილის ნაგავს როყიდი. რას ყიდულობ უკეთ? რაზე ფიქრობ? ეს ხალხი მე არ ვიცი. თან აქციები აქვს თურმე ნიკუში. ოლივეს დარჩენს თუ იყიდი, ჭიქაში ჩატოვებული ტარხულის ლიმონათი მოყვება. უფასო. $25 ღირს ხუბში ნასროლი და გატეხილი თებშები. აი დახეულ ტანსაცმელს უკვე ფასი მაღალი აქვს და კი ურთხავს $100. სინცის ოჯახია თურმე შეფოთებული. ქორწილის მერე დარჩენილი ისპანახი და ჭარხლის ფხალი შევაგროვეთ პარკებში ოჯახისთვის და ისიც ნაგავს გააყოლებს და ყიდიან. თებუზე უკვე გამოჩნდა ჩინური ფეიკ ნაგავი იაფად, რომელიც იქვე ჩინეთში მეზობლის ქორწილში ააგროვეს და მოკლედ თუ რამე სისულელეში დაგიხარჯვათ ფული და ნანობთ, გაიხსენეთ რომ ვიღაცა ნაგავი იყიდა და გაგივლით. კარგია რომ ფეხბურთის გარდა სხვა თემებზეც გადავედით და რა უფლება გვაქვს ამ თემას არ შევეხოთ. აბა? მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო თავისუფალ ჭიდაობაში დაამარცხა. გილოცავთ მერაბ, მოკლედ მერაბ დვალიშვილმა კარგი ბრძოლა კი იყო, მაგრამ ტრამპი რომ არ მიყურებდა რაღაცნაირად მაინც მოწყენილი ვიყავ. მერაბმა სეხუდო ჯერ UFC-ში დაამარცხა, ახლა თავისუფალ ჭიდაობაში. მაგრამ ჰენრი გულს არ იტეხავს. ლელობურთზე ჩამოვალ აღდგომას და აჩვენებ მაგასეებს. ეჭი არა მოიგდო, ჩემო სეხუდო. ჩვენს მერაბს ისეთი კარდიო აქვს, პულსი ტატამზე გასვლამდე უფრო სწრაფად უცემს, ვიდრე ბრძოლის მერე. აბა, მოკლედ ეს საწყალი ჰენრი სეხუდო. რამდენჯერად შეხვდა მერაბს 360 გრადუსით დაათვალიერა საბრძოლო არენა და ისე წავიდა საქმე. აბა კაცო, ესე იგი რვით ორს ვიგებდი. ერთი თვალი დავახამხამე და 11 დროას ვაგებდი უკეო. მერაბმა ისეთი ილეთი გაუკეთა დაბნეულმა სეხუდომ, ბოლოს მერაბის მაგივრად დამლაგებელი გადაკოცდა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და არ შეიძლება არ შევეხოთ ეროვნულ გამოცდას. შეგენაცვალე. ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი ჩოხით მივიდა. ნახეთ ეს. აი, მაგარი ბიჭი, გენაცვალე. ზედამხედველმა ჩოხის მასწრები შეუმოწმა, შპარგალკა ხომ არ ააქვსო და ვერ მოგართვით
არ ჭირდება ამა შპარგალკა, იცის ყველაფერი. ეგ კი არა, წყალი ყველას ბოთლით შექონდა გამოცდაზე და ამან აზარფეშით შეიტანა. გამოცდიდა რომ გამოვიდა ჟურნალისტებმა კითხეს რთული ტესტი იყო და ამან რთული ის იყო კრწანისის ბრძოლის ამბებს რომ ერეკლებებო უყვებოდა ჩემ დიდ პაპას. გამომსწრებს უთქვამ ცხელა აქ და თუ შეიძლება ჩოხა გაიხადეთო და ამ ბიჭმა ჩოხას კი გავიხდი მაგრამ თუ შეიძლება ცხენი დერეფანში რომ დამელოდოს. გამოსაცვლელი ჩოხებიც ქონია წამოღებული. თუ წითლით გამოვიდოდა, ესე იგი ისე რა დაწერა, შავი ჩოხა ცუდის ნიშანი იყო და თეთრი საზე. დამკვირვებლებმა დანარჩენ აბიტურიენტებს ტელეფონები ჩამოართვეს გამოცდის დაწყებამდე და ამას ტრედი. წარმატებები გვინდა უსურვოთ მთელი ჩვენი გუნდის სახელით ჩვენს აბიტურიენტებს რაღაც. როგორ ხართ ხალხო რაღაცა რამოდენიმე იძღა და ჩაეღრა და ეგ არის რა. აი ამ სოფლიო ჩემპიონატმა ხო არ გადაგარათ, მე დავიღალ ეძამო. აი მართლა აღარ შამილია რა. უნდა წავიდე და დავისვენო. ეგე მაგიდა გამოეწე დასაცვენებელი წაროჭკაში. სამი რა სამი ეგება მითხრა და ეგება მეც მოვდივარ ვეიო. საწო ეგე ვენახი ბოლოში, კაი ამა კიმა გაჭიმული გენაცვალე, ნიკლის კრაოტისგანა გაკეთებული, აქეთი კიდე აი ჯაჭვითა, ერთი ბოლო ჭანჭურზე მააქებებული, მეორე ატამზე. მიდი და იქანავე ხოშიანა და აბა მარო გოგინა დაწვენა. აი ზავია მაშინ რახან მასი არის, მე ფინალსაც ვუყურებ აგერ, ჩემი ესპანეთი თუ მეიგებს ხო კაი. კეზავალ ბარსელონაში თუ არა და გემოგიწოვი გვერდში კიდე ნიგლის გრაუტზე. დაიცა ბარსელონაში ვინ გეპატიჟება ერთი აბა მოიღერღო? რა დაპატიჟება მინდა პატარა ზავია. შენები არიან იქა? ამ საროჭკითი. აბა ისური დრო ჩავალი კიდე ვიო. ვინ არ გამიღებს კარებს? ო, აქ რო ჩამოხედავი თელავი გუნდის მაიკაგეცა მაშინ. მახსოვს. ერთი შემოგეშვი და ვეღარ გაგაგდე გარეთ ავიო ბირკიან ჯორივით აქად გეხარ. ბარსელონაზე გამახსენდა. ძალიან უძდელი ბიჭია ეს ისა რა ქვია ესპანეთში ახალგაზრდა როა. პარკეტივით სახელი როა რა. იმაზე მეუბნები, ლამინატია მალი. ეგა. დააცადე შვილო. აი დააცადე რა. ამოდენა ხალხი ტროსეკები დარბი. ის არ ეყოფად კიდე ფეხებში რო ვარდები? იმიტომაც დაქვსეს ტრაქზე ერთიოჯერ. რა ბიჭო ეხლა და ეს. მართალი ხერშე. მარა კი გააგდეს საფრანგეთი ესპანელებად. აი ბიჭო ძალიან გულ ჩათხრობილი ვარ ისედაცა. ძალიან გულ ჩათხრობილი. ის თელას ცუდი თვალით გადმოიხედა და ის არხიადი და მე იმი დედა მო. რა სამობდი? არა კაცო ის რა ქვია? რა? მაგას ვამბობდი რომ ესპანელებმა კი გააგდეს მეთქი კაცო ფრანგები და რა ზერჭიტყო. ძალაც გაიქნის. მაინც ვერ ვამბობდი იმის გვარსა რა ქვია? ბამპერიო თუ ლანჟერონი რავი მაგას მო პარკეის დედის რავი მაგის ბაპე. რო? ბაპეზე ამბობდი. ხო ეგა რავი ვერ ვიტყვი მაგასა. ეგა ფაქტიურად. ანუ ფაქტიურად დავიწყეთ ჩვენი საფეხბურთო და სხვა რეგიონალური ამბების მიმოხილვა და კი გამოვაცხადებ მაშინ დღევანდელი ეთერის სპონსორს. მიდიხი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სპონსორია ჩეპე ზაურას ლომბარდი. ჩეპე ზაურას ლომბარდი. მეიტანე გალიცო, ფული ჯიბეში არისო. არ ვიშევ სპონსორს ხელიდან. ერთ ღამეს შისწერ საემი მეებს ალექსეევს.
აღარ გამააცხადო ხაზე ყურში მატყობინებენ გააჩუმოს მაგან ენაო ო რეიზა ზამე რაში არის რა საქმე მაგას არ გატყობიებენ ბიჭო ჩეპესაურასა რაღაცა ჩეპეშამხხვევია და რეკლამი ფულს ვეღარ იხდის ვერ გინდოდა ეგრე პირდაპირ რაიო ბიჭო ჩეპეო ხომ შვიდობა აქ ნეტა ბიჭო ჩემი სინდეტრის საბათური და ოქროძეც კი მაგასთან დატოვებული და არ გეიქცეს და მე მესადგე ვექცევ ჩემს სინდეტს არ დამაგნისავს ადგილის ეიცები და ჯვარ დავგინებ ვერ და ამეჩქენება რა გევიგო ეი ბიჭო როგორ იცი და ეგრე როგორ წააყრით ხოლმე ბიჭო კარგი ამბავია წააყრით ცუდი ამბავია წააყრით ერთი ამოსულ თქვი თათვი რა დემერხა და ეგ არის რა ბიჭო დემერხა არ არის ეს სიტყვა რომელიც ამ შემთხვევაში მე დემემართა რა ფიქრი გახვი უფრო უერესი გაცემინებს ავით რა თავი ინფორმაცია წავიკითხე მაღვალებს აბა დემემართა იო მაგითო კი არა ორ პირში რო უგნასუნებდი ძმაო შენინაზე რო გითხრა ჩემ კაციტელს აუჩემოთა იმიტომ და გაკავებული ფერდი შენსად იყავი მე გაირ კაციტელს უგნასუნებდი მე სად ვიყავი და ეთერითინ ვამზადებდი აქა ყველაფერი ეგენაცვალე გადატყავებული შენ რას გეტყვიცი ტელევიზიაში მუშაობ და მეტი თავშეკავება გმართებს როდემდე უნდა დაგარიგო ჭკვაძე როდემდე გეყოლები მე კიდე ჰაო მაგრამ სეირანა ხო არ იქნება ისე მართალ სამოშე არ ყოფილა ზავია თლა ადვილი ამ ტელევიზიაში მუშაობ განსაკუთრებით ბიჭო რა სტორის მოზელა მამდე ჩვენი საერთოს რეჟისორის იოსებას ბლაშად გადავასხეთ ბიჭო მაგუში და აი ვიკეიფეთ მე თან რო დაადევი შენ ზახვედ თავი და ცოლისდის დაბადების დღე მაქვს ის უბრალოდ დევიჯერ უახლამას რა სტორი მაინც არის მე და ერთი ჯობდა ნეტა ეხლა თქვენი სუფრა ვერ გავიგე ხა შელა მაიკაც იქნებოდა და აქაც იყო ეხლა მეტი რა გააჩენია ნაჭრების სიდიდესა არა ისე ხაშა არ ყოფილა ჩვენ თუი და რა მელაპარაკებო ხაშლამა თუ არ იყო მას კარგი რაღა იყო მიდი გავაგზავნოთ არა მაგ შენთარის არა მიმოხილვა რა მიდი გააგზელე არა აი ვაგზელებ რასი გადაუსვი იმაზე პურზე და ეხლა შამაყარე ხოდა ნახე ვეჯო მაცალე მიმოხილვა გაცალე ნუ გაცალე მასვაზე რა ვაფიქრო ვარაზე ვიფიქრო მაგით დავადე მე არ გეყოფ არო გაგიდებ მხარზე და მე შაყლაპე აბა მე ეხლა უნდა გაუშვა ხოდა მაცადე თქვა ეს მანეთმა ხო ნახე როგორ მოუგო საფრანგეთს ნახე დეირევა კაცი არა და მაგათი შემაჩერებელი კაცი არაო იძახდნენ და რა ვიცი არ ვიცი მე არ ვიცახდი ან რა გაგეკვირდა კაცო დონკიხოტი რომ მოერეოდა დარტანიანს არ იცოდი აი დედამოვა მე მაგაზე არ ვიმიქრია შენ მართალი ხარ რო იცოდე კაი გადავიდე სხვა სოფლიო მნიშვნელოვანი სპორტულ ამბებზე მოკლეთა შესაძფერში სტარტი აიღო მოტობურთმა მოვათ ახლა მოტოციკლეტები გარეშე რა ხოდა ისე ფეხბურთს ვარ დაემსგავსებოდა დაგოქნით დრუჟმი ხერხები დარბოდნენ მოთამაშეები ხმის ამბავში უცხოელი არა ძალიან კარგი სილამაზის კონკურსი გაიმართა ზემო ფიჩხიეთში გასათხოვარ ქალბატონებს შორის იმის გამო რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო შეძღუზვა არ იყო მონაწილეების რაოდენობა 100 გადაცდა და კონკურსი 3 დღეა მიმდინარეობს მაგრამ რეალური გამარჯვების კანდიდატი 23 წლის მადონა უკვე მეიტაცა ქვემო ფიჩხიელმა ბუღაგურამია ორ წელი მარიამობამდე არით გეცავენ უერთდება ახლა კიდევა კულტურის ამბები გობიწყაროს აკადემიურმა თეატრმა გობიწყარო აკადემიური თეატრი აჯამეთის საერთაშორისო თეატრების ფესტივალზე 26-ე საპატიო ადგილი წაიკავა ანუ დაიკავა რის აღსნავის ნავადაცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ღორი დაკლა და იქვე იკეიფეს თუმცა კეიფი არ დაიცალდა და სამხატვრო ხელმძღვანელი და ორი სცენიზე მუშა იქვე დააკავეს სხვისი ღორი დაუგლია ამ ჩემს
სიცოცხლე მოსპობის გამო ბრალდები წააღურდა. მამახედა 12 შვილი ყავს ორი რა. ეგარი. ორი. იმ ორი მე პატრონი 12 გოგო ბიჭი ყავს. პატარა გოჩს საყიდულობს ამთავრდეს დის. მეცა და ეს პრიზიც ჩამოართვესო? არა, მაგას შეექცნენ დაზარალებულები ყველანი ახლა ხوارე გადაყენდნენ. ვაგრძელებ კულტურის ამბებს. მიდი. ნოჯირეთში აჰა. ალიბაბას გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მისი სახელობის თეატრში გაიმართა პრემიერა. ალიბაბა და 40. კი. აი, ხედვა რო გაკაცა. რეჟისორული. მე ახლა კი ვიცოდი, მაგრამ ეგე ჩატარდა უკვე, როგორ მინდოდა ნახვა, როგორ მინდოდა მაგინა. კარგი, გადავიდე სხვა რეგიონებზე. ზღვის არქონი გამო ხაშურში პლაჟის შენევრობა დროებით შეჩერებულია. გადაწყდა, ახლა არ არისო და პლაჟი რა გვინდა. ცხენის წელთან დაკავშირებით სოფელ ცხენთაროს შეიძლება ქალაქის სტატუსი მიანიჭონ გაისამდე. აღარ შემიძლია ამ ამბები კითხვა, აღარ დავისვენ, ამის დედავატირების, ხულია დედანატირები ვქნათ რაღაცა, სული ამამის. მართალი ხარ ვიჯო, გავითქულები ვზიორ, მივმართა ვაგერ ჩვენ რეგიონ ტივის ხელმძღვანელობას. ზაურა, ჯემალია. ევიო, გაგვძვრა სიქავიო. წავა, პატარა ხავი ოჯახს დავასვენებ, ჩვენც დავისვენებ. ხალხი არა გვდა არცაც ვერებენ სამჯერ გზაში რომ იყავ. ჩვენ აღარ მაგაშია საქმე, ნუ ნერვიულობთ კონდიციონერ დაგიყენებთ და ის ოთხკუთხედია შიგნით დაყენებული და რო უბერავს გარეთა. ვის გააკეთებინეთ, ძმაო? კითხეთ, რაღაცა გააკეთეთ. ეს სტუდია გადაიტანეთ გარეთ, ამ პოტენციალებს რავი. შემოდგომაზე რომ მოგვადგებით, მემრე ყურძნი კრეფაში მე მეხმარეთო. რა ჩემ ფეხებს მოგეხმარებით, ეგეთი დაღლილები, ხო უნდა დაატანო ჭკუაი ძალა, მაგრამ სად არის ჭკუა? ისე 1-2 დღეა ვივარ დაგერმე და ვიხოია და ვერ გადაგვიწვეტია საწევიდეთ, რა ვქნათ, საწამე ვიდრანცოთ, პატარა ხო? არა, შენ ამდათა გჭირდება, რო გიყურებ, დასვენება, თამიხელებს, ზეგენ ნელა ლაპარა. გაციებული ვარ. მოკლედ, იმდენი ვიფიქრეთ, რომ ამ თემაზე ერთ სიმღერა გუშინ წუხელ საღამოი ხან 12-ის მემრე დავწერეთ. ხო არ მივსხოთ? მე აბა წყვილად შემეგვეწერა მას სიმღერა რაღაცო. ახლა ძვირფასო ტელი აუდიო ვიდეო ვიზუალურ მაყურებელო. ახლა იქნება და მე მივცხებ სიტყვას. მოკლედ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ესე იგი შაბათს მიხოდამარო ჩვეულებრივ 10 საათის ფარგლებში გავა, ხოლო კვირას რაც შეეხება სამწუხაროდ ვერა, იმიტომ რომ ისეთი მოვლენა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, ნამდვილად ეხა კონკურენციას მიხოდამარო ვერ გაუწევს და ვაღიაროთ. მაგრამ გვაქვს სიურპრიზი. შემდეგ კვირის სერია და იმ კვირის სერია ასე ვთქვათ, გაერთიანდება და უფრო გრძელი ქრონომეტრაჟით. ისე რომ ითხოვთ ხოლმე რომ შეიძლება ცოტა ქრონომეტრაჟი გადა, აი ბატონო აგისრულეთ სურვილი და მოკლედ დაგველოდეთ ძალიან კარგი სერიები გელოდებათ. ახლა კი ჩემი ნიკოლოზი დღევანდელი სტუმრების შესახებ. იზღა დაგვრჩენია რომ ჩვენი სტუმრები წარმოადგინოთ და ძალიან კარგი ბიჭები დამეთანხმებით შემოპატა. გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში. რა ვიცი, ну მოდი ბევრს არ გავაგრძელებ და მართლაც კარგი ბიჭები, ჩვენი მეგობრები. ნიჭიერი ხალხი, უდავოდ ლათინო ბიჭები, მინდა წარმოგიდგინოთ შერო კაპანაძე, ფირო კაპანაძე და რომან ქიმერიძე. ცოტათი შევყონდი, მეთქი თოფური არ გამომივარდეს ამ წვიტოს, მაგრამ გადავრჩით. ბიჭებო, როგორ ბრძანდებით? ალბათ ჩვენიურად. არა, ხა ეს ბიჭები რომ მოგმართავთ, კი არ გეწყინოს, კაცო, ასე ქვიათ უბრალოდ და ისე ლათინური ანდაზა, ქვემო ლათინური ანდაზა, იცი? აბა, რომელი? ახალი.
ბიჭობა ძმობა ასე უთქვა აბარა მაგრამ სხვათა შორის მინდა ბიჭებს კიდევ ერთხელ მოვეფერო ძალიან დიდი ხანია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მეგობრობ კენაცვალეთ უკვე თქვენი ჯგუფი ნუ არასრული შემადგენლობა არიან ჯერ იმიტომ მაგრამ არა უშავს ვერე რო მიოსალმოთ თანარჩენ ჩვენ ბიჭებს კარგია ვიტო დაუპატეთ ზერო მოიკითხო ისვენებენ რა ბატონო რა ვქნათ ჩვენ დავჩაგრეთ თვითონ ისვენებენ ხო და 20 წელია უკვე ხო რაც არსებობს მინიმუმი 20-ზე მეტი 23 არ არის ცოტა შეიძლება მომავალ სტუმრობაზე უკვე ლათინო კაცები ერქვათ უკვე წამოზდილები არიან 23 ავქრათ ვიზდებით რა ვქნათ ბატონო კი ბატონო დედაცალი ისეთი შეკითხვა მინდა და ჯანზე ხო კარგად ახარ კი ხო რას გულისხმობ ჯანზე ყოფნას დალევას მღერას თუ რა მაინტერესებს ეხლა როგორ ორივეში კარგა ვარ შენ ორივე იცი რა კარგად ეთახო ერთჯერობით კარგად გენიურად კი მაინც ეხლა ჩაობათა არაფერ შეიძლება რო არ ვკითხოთ რა სოფლიო ჩემპიონატია თან ახლა ლათინო ბენდი რო ქვია ლოგიკურად ახლა უნდა გულშემატკივრობდნენ არგენტინას ლათინო ამერიკა ხო რა თქმა უნდა აბა ახლა თუ აქეთ უფრო ჩვენები უზბეკეთი შეგენაწვალე თქვენს არგენტინა ფეხბურთი ესპანეთი არგენტინას ესეთი ესპანურენოვანი ქვეყნები უფრო ხო მაგრამ მე ლათინო ბრაზილია ლათინოს მეფუთრება რა ვქნა გერმანია ბრაზილია დაჩაგრულები ვართ უკვე კარგა ხანია შენ რომ მეუნებოდა მეო მესის გულშემატკივარი ვარ რომ მთელი ცხოვრებაო მესი ჯერ კიდევ იმას თამაშობდა კრიკეტსო მე რომ მაინც გულშემატკივარი კი ბატონო კრიკეტსაც ისე თამაშობდა რომ დიდი ფეხბურთელი გაიზრდებოდა ვიცო ეტყობოდა ბიჭებო რა ხდება თქვენსკენ რაღაცა გასტროლები ახალი სიმღერა რა არის ახალი გითხარი სხვათა შორის მუშაობთ მაგ თემაზე პატა შენ გინაცვალე აქტიურად რომ ახალი სტილი რა ისევე რა თქმა უნდა ტემპიანი ცოცხალი და შევეცდებით რომ რაღაც ქართული ტექსტებით კაი რაღაც სიცოცხლე შევიტანოთ ქართულ სიმღერაში მე მინდა არ ვიცი ხა შეროსთან გადავალ რა რომ ესე იგი ეგეთი ამბავია რა კორპორატიული სოლარე ბიჭის ცეკვა რა ხდებოდა ხო ახლა რამოდე კარგ ახლის წინ მოხდა კორპორატიული საღამოა აი კარგად როცხელა აგვისტოს თვეა კორპორატიული საღამო რა მნიშვნელობა აქვს ხო ну სანამ დავიწყებდეთ ერთი გოგონა ძალიან აქტიურობს რა ეს არაფანაცო და შამპანიური ჩიქით სვავსოც უნდა რომ ცოტა ადრე ალბათ შეზარხოჩდეს ну ამ ყველაფერს ათი გუნება განცხო ამ ყველაფერს მე ხვდები რა ну სანამ ჩვენ სეტი დავიწყეთ პირველი ლაითი რაღაც შეზარხოშება რო ქვია ხო იცი მე გადავით უკვე ცეცხლოვანს და ოლარეს მღერი ვართ რა სიმღერას და ამ გოგომ გამოიცეკვა ბიჭი ანუ შეიძლება ეს აქცენტიც იყო რომ ცოტა გათამამებულიყო ან მოწონს ან რაღაც ფეხზე გაიხადა და ცეკვავენ რა მიდის ხო გადაალაგა თავის ფეხსაცმელები გათამამდა რა და მიდის და აი როგორი პაუზაა იცი ამ ბიჭმა დაატრიალა ეს გოგო და ფეხი ესე აწევინა ჩვენსკენ და მე უნდა ვთქვა უნივერთ პაუზა და ოლარი და არაფერი არაცია და ოლარ აგვერია სუპერაფი მე კავა გიტარა და აღარ მეკავა უკვე. გამივარდა რემენია და მე კაიკაცო მე დამივარდა პასტა. ეხა საღამოა და თვითონ ბავშვები რომ მოვაშოროთ ეკრანებს. აპა რა შეიძლება. დავაძინოთ. ბავშვო ცოტა ანუ როგორი ისტორია. ბაქოში დავდივართ ხოლმე ხშირად კონცერტები გვაქვს და ეხა იქიდან კომფორტული პაჟალუსთა მანქანა გვემსახურება და ერთი ჩვენი ახლობელია რომელიც მუშაობდა იქ. კარგი კაცი, გემრიელი კაცი. ტაქსაობდა ბაქოში რომ ნახეთ შეგვეცოდა რა ეხა აქედან წასული იქ რაღაც ოჯახი უჭისო და შუამავალი ვინც ყავდა კონცერტებს ვინც გიკეთებდა. თხოვეთ რომ ერთხელ მივცემთ ამ კაცს ამ ფულს გაუხარდება და წაგვიყვანს ეს და კი ბატონო არ იყო პრობლემა. ამ სიხარულით გზაში ახლა თან გვატანდნენ იქიდან ვისკი გზაშიც კეიფობთ ხალხურებს ღერი ვარ და ამასაც უხარია და ჩაგვება რა ემოციაში და ყვება თავის ისტორიებს. ვაი მაგ ისტორიას.
და უცებ აუზა და ესეთ ისტორიას ყვება რა გადახვევა არის. ნუ ხამდენი ხანი ხომ მუშაობ. აქ ერთი გოგო მუშაობს მაღაზიაში. ყავას მოწონს ძალიან ეს ხანი რა. და თბილისში შეხვედრა მეგობარი. როგორ ახლა შვები უმშევარი ვარ რაღაც ორშვილი ეს ის და წამოდიო ბაქოშიო იტაქსავეო მანაც დიდი ძალა აქვს. ორკაპიქსი შოვიო ერთი-ორი ქართველი ვიციო გაგაცნობო შენცი შოვი ფულსო და სიკეთის გაკეთება უნდა რა. წაიყვან ეს კაცი. მანქანა ტაქსი მუშაობს და გააცნო ეს გოგო რა. გავაცანიო და არის პაუზა. გავაცანი და ეს არის ნამდვილი ისტორია. აუ, მაინც ფრთხილად შემოვევლე კახეთს იყალთოს. იყალთო ბიჭები. თენ გენაცვალეთ. ხშირად ჩავდივართ, მაგარი ძმები ყავს, მაგარი გემრიელი ხალხი. ჯუჯაიჩი, ქორეიჩი, თავადი ფარნა მაყაშვილი. მეფო, ჩვენ იმერლიშვილი, ყველა. ბატონო, ნაცნობის სახელი და კარგად ვიქეიფეთ გემრიელად. მეორე დილით, ესე იგი, პახმელიაზეს, ნაბახუსევზე. გარეთ გაიშალა არაყი რამე როგორც ახლა ტრადიციულად ხო იცი როგორც ხდება და 8 საათია და დაიყროყინა ვირმა. ხო და ახლა ყურადღებას ახლა კახეთში ხარ ანუ ჩაულებრივი თან ახლოს იყო შორს არ იყო გესმის რა. ო, სადაც ჯუჯეკით ბაღი იყო არა უბრალოდ გავამახვილეთ ყურადღება ზუსტად 8 საათი იყო და მახლა რო ყოფილიყო 9-5 წუთი არაფერი პრობლემა. 8 საათზე რაღაც ზუსტად და მოვიდა 9:30. ზუსტად 9:30 გახდა და კიდე დაიყროყინა ვირმა. აი გეფიცების სიმართლე მართ ნამდვილი ამბავია ბიჭები აქ არიან. ერთი ჩვენი მეგობარი კახელი გვეუბნება ყოველ 9 საათშია ეს ამბავი რო იცოდეთო რა და ჩვენ ახლა გადავხედეთ ერთმანეთს და მეთქი რაღაცას ესენი გადაობენ რაღაცა და სვავთ რა შევზარხოშტით და რაღაც აქვთ ველოდები ახლა ვანიშნე რომ მოდი ახლა 9:30 9-ზე თუ არ მოხდა ეს ამბავი მეთქი რაღაცა დავიჭერთ. ჩუ გახდა 9 საათი და ხმა არის მის არაფრის რა. მეთქი ფანა თუ ჯუჯაიჩი აღარ მახსოვს რომელი იყო. ვეფხო. 9 საათია მეთქი რატო ვიბროზია ახლაოს. ეგრევე რა აი კახური გემრიელი ვიბროზია ხმა რა აქ. კარგია. მონადირეებმა ხო იცი მიკი ბაროიცენა ცოტას რო აგრძელებენ. ხო, ნუ ყველა მონადირეს აქვს. ჩემი ძმა არის ჩვენ პატარა ძმა ყავს დიეგო. არ ვიცი ახლა მსგავსი მონადირე თუ ვინმე არის კიდე საქართველოში ეს რო არის რა. მანიაკი. ხო, სულ ნადირობა და მერე დანარჩენი. სანადიროთ არიან ბიჭები წასულიო. ნომერში ჩამჯდები არიან, ყველა ელოდება ცხოველს გამოვარდება ბათქით ბუზის გაფრენა რო არის და გავარდა თოფის ხმაუცებ და ერთ დღეშვა რო აინტერესებს ახლა რომ ნახლავს რა მოკლეს. ჩავიდა და დგას ახლა ერთი მიცესროლა ლამაზი მელა არის ბიჭო მოკლე მელია. ძალიან ლამაზი და კუდი ქონია ძალიან ლამაზი ფოფინი. ამას ახლა მოვაჭრე და წევიღებ და ჩემ ცოლს გუუკეთებ ყელზე და ეს ვინც მოკლა. შენ მაგარ გეთებ შენ ცოლს მეცოლი არ მყავსო. გადაშორის უმაღლესი მეგობრები ყავს ვიოსალმები ჩემთვის მეგობრებს ყველას რა აბსოლუტურად მაგარი მონადირეები არიან. ვაიმე დედა. სოფელში ახლა ყველა მოგიხსენებათ რომ მისამართი ჩვენ სოფელს არა ხარაგაულს მთიანი სოფელია. რო ეუბნებით ჩამოხვალ. ჩვენთან როგორ არის ხო იცი კახეთ სიტყვაზე რა. ელამი გოგიას გვერდით. ახლა უნდა გაიგო ის ელამი გოგია ვინ არის. ვიღაცამ რა ვიცი ლოთის აი ესეთ ყველგან თავისი ის არის. კახეთში ეგ მობოგა. ხეებში ეგრე. კახეთის იუმორი ერთია კიდე სიტყვაზე შოშიტან თუ უბანი. ხო არის ეგეთი. მოკლედ რთული მისაგნები არ არის რა. უბნებათ არის კიდე ყოფილი. ბატონო. ვეუბნები რომ ჩამოხვალ. მოგნებით როგორ უნდა მომაგნო არ არსებობს ვინმე არ შეგხვდეს რა. და იკითხავ. ხო, იკითხავ და თუ გითხრა ვისი ხარ? რაც ვინც გინდა ეს უთხარი და ნახავ პროსტა. გამორთიციან იმერი. ხო, გამოგკითხავს როგორ სანამ მეტყვი რომ სად ვისთან მიდიხარ, ნებისმიერი რამე შეეკითხა. მე ვთქვა და დაგანახებს რა არის იმერეთი. იქვე გაიგებ იმერეთი. გაიგებ სანამ ჩემამდე მოყვალ სად მოდიხარ და სად ხარ. და ყვება ესეთ რამესო. შევხვდეთ მოხციკალი შევხვდა. ასაკში შესული ადამიანი კარგად ხო ვერ იხედება. ვერ გიცანი დედა ვისი ხარ შენ? ნუ ასე მითხრა. მე წავდი კიდე გამახსენდა მაიკლ ჯექსონის ვარ მაიკლ ჯექსონის. დედა ჯექსონის ბოჭი. რავარი. ო
დედა რა ვარი მაგ ვიცინოდით არ მეუბნეოდი კარგად არის კარგად როგორ გავხარო ხო? უარი. გამოყლაპული. კარგია, კარგი ბიჭები ხარო, გამოხოხებ ესე იგი, ეხლა გააქვთ ტურნე ბათუმში დაგეგმილი გასტროლები თუ არა? კონცერტები გვაქვს. კი, ძირითადად ერთ-ერთჯერ კი შევხვდით ერთმანეთს პიაცაზე პატა. იქ შევხვდებით ალბათ კიდე თუ მოგვიწია ისეთი დაკავებულები ვართ, მაგრამ ნახოთ. ყოველ შემთხვევაში აუცილებლად მოგვიწევს მაგიდასთან მაინც რაღაცა თქვენ ესე იგი ასე ვთქვათ დაკმულს ნამღერს მოსმენას არაფერი არ ჯობია. არ არის ეგრეგიო ის ხა დაგვრჩენია რომ ერთი აი ხასიათზე რო გაყენებ სეკვენს. ერთი იმერეცე გამახსენდა კიდე პატა. შეგენაცვალე. ოღონდ რაღაცა კლასიკური იუმორია რა, რაღაცა უნდა გაიგო კარგად. მამა ჩემის 40-ია რა, გარდაცვლილი ყავს, მამა ცხონის მის 40-მა. კარგი ამინდია ცხელა 6 საათი, 7 ასე და შეზარხოშებულია ხალხი. 40-ში ხო ცოტა კარგია. გადამეტებულადაც კეიფობენ. ხა დარბაზიდან გარეთ არის გამოსული ხალხი, ქალებიც ალკე ლაპარაკობენ, ბიჭებიც ალკე, კაცებიც ალკე. ნელ-ნელა უკვე რო იკრიბა და უნაოდგერა. ასე დგას ეს კაცი ცხონებული, აღარ არის ცოცხალი. ყირაობს, რომ თვალია რა, კაი თვალია და. რუსიკო, თორს უძახის. მე ვდგავარ ახლოს რა, რომ ხალხი რო გამოვრო დავემშვიდობო რა ხალხი. ყურადღებას აქცე. ხო. არ არის ხმაური ფუსფუსები და მეორედ გომორა. რუსიკო. და შემოვიდა. ხო, გისმენ დაიყო სახელის დავდახა. არ მეეთრევი. რა უთხარი ბიჭო, როგორ ელაპარაკები, ცოლი ხალხს. რა უთხარი ახლა იმას მე ვწუდი. მე ვერ მივხვდი, ის მოსულა თურმე იქ. არ მობძანდების ნიშნავს არ მეეთრევი. ყველა რეაქცია რო არავის ქონდა, მე მივხვდი, თუ ეს 100 არის აქ. მე ვერ მივხვდი. არ მეეთრევი. თუ გითხარ არ მომბრძანდებიო რაღაცა ვერ არის კარგად. ანზორო ვახ რა კარგი. ბიჭებო, ჩვენ უნდა უთხრა და რა შოვე და თქვენ არ იმღერებ. აზორი იყო ერთი კურტანით ცხონებული. დინარიდან ამოვედი ვითევზავედი, მაგრამ ბიძა ჩემი აცხოლას ღმერთმა რა ვაყოლა გარდაცვლილები მყავს კაცი. ანზორი კურტანიდან ჩამოვედა. ავახარ ანზორი შენ გენაცვალება და ასე შეხედა. გევლი და დაინახავ. კარგია, კარგი. და ხარტული უმორი. ბიჭებო, მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, ესე აუცილებლად თქვენი მღერით უნდა დაემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა საქართველოში ანუცხოვეჩია სადმე ერთმანეთს გადა. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ყველას. კაცების სტუმრები იყვნენ ლათინოს ბიჭები.